პეტრე ოცხელი რეტროსპექტივა ამ სახელწოდების გამოფენა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა. გამოფენა პეტრე ოცხელის დაბადებიდან 105 წლის იუბილეს მიეძღვნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლების დეკორაციები და კოსტიუმების 200-მდე ესკიზი, ფოტოები, ფერწერის ნიმუშები და უნიკალური დოკუმენტები. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა ღურუამაც დაათვალიერა. მინდა მიულოცო ხელოვნების ყველა გულშემატკივარს, რომ დიდი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის გამოფენა, რომელიც აქამდე არასოდეს არ განხორციელებულა ამ მასშტაბით, ეს გაიხსნა სამხატვრო გალერეაში და ასევე დღეს ასევე მინდა ყველა მხატვარს და ყველა ხელოვანს მიულოცო ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ეს გახლავთ პეტრე ოცხელის სახელობის პრემია, რომელიც წელიწადში ერთხელ გაიცემა 3 ნომინაციისთვის. ეს იქნება წლის საუკეთესო მხატვარი, ეს იქნება წლის ყველაზე ახალგაზრდა მხატვარი, ანუ აღმოჩენა ახალი ტალანტის გახლავთ ამის მიზანი და წლის ინტერმედიული ასეთი პროექტი. პეტრე ოცხელი არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანი. ეს კიდევ ერთხელ იმას აჩვენებს, რომ ქართული ხელოვნება იყო მსოფლიო ხელოვნების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე ოცხელი მხოლოდ 30 წლის იყო, როდესაც დახვრიტეს, მას დარჩა უდიდესი შემოქმედება.